შვების სპონსორია Camora Barber Shop-ი, Old School Barber Shop-ის თვალსაჩინო მაგალითი შუა თბილისში. მაღალი ხარისხითა და კაცური ატმოსფეროთი. ნუ დადიხარ ველურივით, მოუარე თავს. ლინკი ვიდეოს აღწერაშია. ეძებთ ხარისხიან snapbacks? მაღაზია Nick and Davey არის ის ადგილი, სადაც კეპები თავზე ღრია. ძალიან ფართო ასორტიმენტი და საუკეთესო ხარისხი. ლინკი ვიდეოს აღწერაშია. კატაზე დაამაგრეს კამერა, როგორც ჩანს. ძაღლია? თუ კატა, ნაციონალური მოტივებია. სუბთა მარტოხელა კაცის ბუნაგია. ხალიჩით. საბჭოთა ადამიანი. რა არის ეს? დილა არ იწყება ყავით. რაღაც სისულელეა. ძალიან საყოფაცხოვრებო სიტუაციაა. ყოველდღიურობა. წარე. ამ საგიჟეთიდან დროზე უნდა გავიქცეო. ისეთი გამოსახულება თითქოს ეჩვენება ან ესიზმრება. არ ვიცი, ეს ვიდეო მაგონებს Nike Borzov-ის კლიპებს. აი, ძალიან ძველი და რაღაცნაირი, სამოყვარულო უფრო. გონი სხვადასხვა აზრია სიმღერაში და კლიპში. გონია რომ ორი სხვადასხვა ამბავია აქ. თვითონ მუსიკა საკმაოდ საინტერესოა, მაგრამ სოციალური გარემო არც ისე მშვენიერია ვიდეოდან გამომდინარე. ბარში დაკვრის სცენა მომეწონა. ვა, სტრობოსკოპი. ბავშვობაში მეც დავდიოდი რაღაც დისკოტეკებზე, ტანცულკებზე. სტრობი ყველაზე დონე რამე იყო, შეიძლება უბრალოდ გეცეკვა, მაგრამ სტრობოსკოპი თუ იყო, უეჭველი ვარსკვლავი გამოდიოდი. აი, რეკეტირებიც დაადგნენ. ახლა მასში ჯეკი ჩანი გაიღვიძებს და ადგილობრივ შპანას გოჭებივით დაყრის. უცნაურია, ძალიან რენდომ კადრები არის სიმღერასთან შედარებით. და სტანდარტული სიუჟეტი, ის ახლა მას შეიცოდებს, შეიყვარებს და იცხოვრებენ ერთად და ბედნიერად. სიცოცხლის ბოლომდე. შვილები ეყოლებათ სიდედრი. ჯობი არ გადარჩენ. სიკვდილი უფრო კაი პონტია. სახიობების თამაში განზრახ ყალბი მგონია. და სავარაუდოდ მუსიკის კონცეფციაც ისეთია, რომ აუდიო და ვიდეო ერთმანეთს უხდება ჯამში. მაგრამ ნამდვილად არ მინდა სხვა კლიპების ნახვა ამ არტისტისგან. ესეც მეყოფა. მომწონს პირველი სცენა. შავთეთრი ფილტრი ნამდვილად კარგად დააჯდა ბიტს ინტროში. კონცეფცია ძალიან მომწონს ამ ეტაპისთვის. უბრალოდ მგონია რომ ზედმეტად ჩქარი ჭრები არის. ოდნავ ნელი გადასვლები რომ ყოფილიყო, უფრო მომეწონებოდა. თუმცა იგივე თემა მეორდება და ალბათ მუსიკასთან ერთად შეიცვლება კადრებიც. ეს ტიპი უფრო ამერიკელს გავს. ჟღერს კიდევაც. იმის მიხედვით თუ რაზე მღერის. ეს არის მელანქოლიური მუსიკალური ჟანრი. არ ვიცი ზუსტად რა ჟანრია, სიმართლე რომ გითხრა. მაგრამ საკმაოდ დეპრესიულ სურათს ხედავ და შავ-თეთრი გაფორმება ნამდვილად უხდება. ახლა რაღაც განვითარება უნდა იყოს. რამე სახის ხერხვა. ძალიან მომწონს რომ კადრები ბენზე ფოკუსირდება ყოველ რამოდენიმე წამში. ეს კონცეფცია ახალი არ არის. 15-20 წლის წინ დაახლოებით ასეთ ვიდეოებს იღებდნენ. საკმაოდ ნაცნობი ფორმაა. არ ვიცი ამ სტილს რა ქვია, მაგრამ მე ძალიან მომწონს. უფრო დამძიმდა. პირადად მე არ ვუსმენ ასეთ მუსიკას, მაგრამ მგონია რომ ძალიან მოუხდებოდა რამე მოტოკლუბს. ასეთ მუსიკას არ ვუსმენ ხოლმე, მაგრამ ძალიან დონეა. სავარაუდოდ ამერიკაში დააფასებდნენ. ასეთი სტილის მუსიკა შტატებში საკმაოდ პოპულარულია. ერთგვარი მიქსია მუსიკოსების და მომუშავე მუშების. ეს ტრეკი საკმაოდ ამერიკულად ჟღერს და უფრო შტატებს მოუხდებოდა ვიდრე საქართველოს. სასიამოვნოდ გამიკვირდებოდა თუ ეს ვიდეო პოპულარულია საქართველოში. კარგია, მე მომწონს.
კამერის ფოკუსი მოძრაობს, ძალიან აქტიურია, მაგრამ ეს შავ-თეთრი გადაწყვეტა ნამდვილად უხდება მონტაჟს. ძალიან უხდება. კარგი ის არის, რომ მკიდიათ, თუ მათ წინ კამერა არის, უბრალოდ მივიდნენ და დაუუკრეს. უკრავენ და უსწორდებათ. ამ მუსიკის სტერეოტიპი შემდეგია: ზორბა როჟა, ტატუებით და წვერით, რომელსაც ჰარლეი დაყავს. გონი საკაიფოა. 5 წუთიანი კლიპისთვის ერთი ამოსუნთქვით ვუყურე. ეს იდუმალი სიჩუმე შტორმის წინ, რაღაცა დიდი უეჭველი უნდა მოხდეს. მუსიკის მოუდინში ხარ, ის სულ უფრო ხმამაღლა ხდება. ხმამაღლა. მერე დრამერი მოდის და ჩდება ბლეად. არა. საშინელი ვეშია. ჯერჯერობით ვერაფერს ხვდები. ალბათ უნდა დაველო. აი, რას ამბობ? ეს ფრონტმენი არაა. ვიმღერის ასე. მომღერალი. სასწრაფოდ უნდა მოკვდეს. საშინელებაა. არა. ვოკალისტი მგონი რაღაც არ ვარგა. ანუ ის ბიჭები იქ უკრავენ, ცდილობენ რაღაცას. თუმცა ეს წყლის ქვეშა კადრები საკმაოდ საინტერესოა. მგონი ვიდეოს ყველაზე კარგი ნაწილია. არ ვიცი, ცნობილები თუ არიან, მაგრამ მგონია რომ ვერსად ვერ წავლენ. ამით. არ ვიცი ვის მოწონს ეს, მაგრამ მე საერთოდ ვერ ვკაიფობ. ეს განაჩვეულებრივია ან ცუდი. აი, უბრალოდ არანაირია. გიტარაზე დაკვრა შემილია. ეს დიმა ბილანის ნახტომი დედის მტყნელია. ეს მომენტები საკმაოდ საინტერესოა, როცა აღარ უკრავენ. აი, ახლა მინდა რომ დავაჭირო პაუზის ღილაკს და წავშალო მეხსიერებიდან. იდეაში კლიპებს ასეთ სიმღერებზე არ იღებენ ხოლმე. ყველა ალბომშია რამე ცუდი ვეში, რომელიც არ მოსწონს მსმენელს. მე მგონია რომ ეს ზუსტად ის სიმღერაა, რომელიც არავის მოსწონს და ვერ ხვდები რატომ გადაიღეს ამ ვერსზე კლიპი. თან დაარქვეს Now is the time. ანუ ახლა რისი დროა? ანუ გაქვს კარგი რიფი, კაი დრამერი და ეს საშინელი ტექსტი. ძალიან ცუდია. აჰა, კაი გიტარის სოლო არაა ცუდი. აი, სოლო გიტარა კაია. გადაარჩინა ეს კლიპი.